კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სიახლეებზე ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვისაუბრებთ დღეს და ჩვენი სტუმრები არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლალი ივანიშვილი და რადიოთერაპიის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ სოკურაშვილი. მოგესალმებით, მეგობრებო. Სხვადასხვა ვიდა გითხრათ რომ მოგვანატრეთ თავი. დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენთან და ძალიან გვიხარია რომ ჩვენი სტუმრები ხართ და პირველ შეკითხვას ქალბატონ ლალის დავუსვავ. თქვენი ნებართვით ბატონ ბესიკ. როგორ პასუხობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი 2026 წლის აი ამ თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს და რას სთავაზობს მოსახლეობას ტექნოლოგიური განვითარების და დიაგნოსტიკის მხრივ? მოგესალმებით, მივესალმები იმედის დილის მაყურებელს. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, რომ მოგვიცა ეს შესაძლებლობა, რომ გავაცნოთ ის სიახლეები, რასაც 2026 წელს ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს პაციენტებს. ჩვენი სლოგანი გახლავთ, მოგეხსენებათ საუკეთესო სამედიცინო ტრადიციები 1946 წლიდან და ყოველ წელს ამ თარიღიდან ხვდებით სიახლეებით და არც 2026 წელი ყოფილა გამონაკლისი ამ მხრივ. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ცენტრალურ კლინიკაში, ჩაშავას 7 ნომერში, დიღომში 2026 წელს დაინსტალირდა და უკვე ემსახურებით პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფი 640-ჩრიანი. ეს ყველასთვის ცნობილია, რომ 640-ჩრიანი კომპიუტერული ტომოგრაფები არსებობს საქართველოს კლინიკებში, მაგრამ ჩვენთან არის სპექტრული გადაღების რეჟიმით, რაც ნამდვილად სიახლეა და საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ჩვენი პაციენტებისთვის. ეს კარგია, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკისთვის, უკეთესი ხარისხისთვის, გარდა ანატომიური საზღვრებისა, ფუნქციურად შეგვიძლია შევაფასოთ სხვადასხვა საკვლევი ორგანოები, გადაღების, სკანირების სისწრაფე და გამოსახულების მაღალი ხარისხი. გარდა ამისა, მუდმივად ვითარდებით, არსებობს სხვადასხვა სახის პროგრამები, რომლებიც ჩვენს უკვე არსებულ მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე ინსტალირდება, რომელიც გვაძლევს კიდევ გავაუმჯობესოთ გამოსახულების ხარისხი. შევიძინეთ MRT-s აპარატებზე ესეთი პროგრამა, რომელიც აჩქარებს გადაღების რეჟიმს, მოგეხსენებათ MRT რთულია. 3 საათი არ წევხარ, ნუ იტყვი 3 საათია იქ 40 წუთი, 40 წუთი. აქ მას ვანერია 3 საათი დაგჭირდა ცოტა მეტი. კი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად მაგ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფი იყოს გადაღების რეჟიმი და ჩვენ კიდევ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევთავაზოთ პაციენტებს და ეს პროგრამებიც რა თქმა უნდა დაინსტალირდა ჩვენს ყველა MRT აპარატურაზე. ერთი რაღაც უნდა ვიკითხო, აი თქვენ დაარსების თარიღი თქვით. სტალინი გარდაიცვალა და 3 წელიწადში კლინიკა დაარსებულა და ამ ისტორიას მნიშვნელობა 46-ში დაარსდა. სტალინი 43-ში გარდაიცვალა. ხო 46 წელიდან 80 წლის იუბილე გვაქვს წელს 46-ში ამ ისტორიას მაგარი პარალელი გაავლე ახლა. რა თქმა უნდა, დიდი ისტორიას მნიშვნელობა აქვს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი ადრე ქირურგიის ინსტიტუტად მოიხსენიებოდა და ეს იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ცენტრი, სადაც იყო ექსპერიმენტალური ნაწილი, სადაც ის ინოვაციები, რაც მაშინ იყო, მუდმივად ჩვენს კლინიკაში კეთდებოდა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია წარსული დიდება, თქვათ, კლინიკის და ჩვენც არ გვაქვს უფლება ეს ისტორია არ დავიცვათ, არ განვითარდეთ და ჩვენც ხო ახლა მომავლისთვის ისტორიას დიახ, რა თქმა უნდა, 80 წლის მერე თქვენზეც ისაუბრებენ, რომ ეს ხდებოდა 80 წლის. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო და კლინიკაში მივიდა თანამშრომლად. გაჩერდი. ბესიკ, გადმოვალ თქვენთან რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბრძანდებით და ვიცი რომ თქვენთანაც არის ხო სიახლეები? კი ბატონო, ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სიახლეებს და ეს დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება. და ამიტომაც ჩვენს დეპარტამენტში დავამატეთ HyperSight ტექნოლოგია, აქტიურად ვითარდება ონლაინ ადაპტაციური სხიურთერაპია აპარატით ეთოსით. აუცილებლად რომ მოსახლეობამ გაიგოს თუ რაზეა საუბარი, განმარტოთ თითოეული მათგანი, ანუ HyperSight არის ახალი თაობის მკურნალობის დროს ვიზუალიზაციის სისტემა, რომელიც იძლევა მაღალი ხარისხის გამოსახულებას. ანუ უშუალოდ მკურნალობის პროცესში ექიმს აქვს წვდომა თითქმის დიაგნოსტიკურ გამოსახულებას. ანუ მაგალითად გასხივების პროცესში. მაგალითით რო გითხრათ. კი ბატონო, მაგ მივყვები და ეთოსი იძლევა უკვე შესაძლებლობას, რომ რეალურ დროში მომზადდეს გეგმა, როდესაც პაციენტი აპარატზეა და დასხივდეს უკვე უშუალოდ ამ რეალურ დროში მომზადებული გეგმა. ეხლა რას გვაძლევს ამათი კომბინაცია?
ანუ დიაგნოსტიკური გამოსახულება და მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეს გამოსახულება იძლევა შესაძლებლობას, რომ ადვილად დავინახოთ ანატომიური კონტურები პაციენტის, შესაბამისი ცვლილებები და ამ ახალი დინამიკაში და მკურნალობის უშუალო რეალურ დროში პროცესში. და სწორად განისაზღვროს ის სამიზნე მოცულობა შესაბამისი ცვლილებებიდან გამომდინარე. ანუ ეს დის სიზუსტეს, ამცირებს ჯანსაღ-ქსოვილზე სხივის მოქმედებას და რაც თავარია, ზრდის ეფექტურობას. ასევე მათი კომბინაცია ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვამბობ ახლა, იძლევა შესაძლებლობას მაგალითად გარკვეული ტიპის პალიატიურ პაციენტებში, როდესაც ისინი მოდიან და მანამდე ვთქვათ, უნდა შეგვიყვანა გადაგვეღო კატე, გაგვეკეთებია გეგმა, მოგვემზადებია გეგმა და მერე დაგვესხივებია, რომ პირველივე ვიზიტზე დავიწყოთ მკურნალობა უშუალოდ აპარატზე. იმიტომ რომ უნდა დაგაზუსტებინოთ აი მაყურებლისთვის. როდესაც ჩვენ მსგავს კლინიკებში მივდივართ, ვიღებთ რაღაც კატეს და მერე პასუხად გვეუბნებიან, რომ 3 დღის მერე გამშიფრათ და გამოგიგზავნის. აბსოლუტურად სწორად გამიგეთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთი პალიატიური სიმპტომის პაციენტია, შეგვიძლია ეგრევე აპარატზე შევიყვანოთ, იქვე მომზადდეს გეგმა და იქვე ჩატარდეს ის პროცედურა, რაც მნიშვნელოვანია. აუცილებლად კონგრესზე უნდა კითხო. კონგრესზე რომ 2026. აი აქ რა ტენდენციები გამოიკვეთა? ზუსტად ჩვენი მიზანიც ის არის ხოლმე რომ ამ პროცესებში ვიყოთ ჩართული, თვალი ვადევნოთ თუ რა სიახლეებია, რომ მე ეს დავნერგოთ საქართველოში და ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის და მენეჯმენტის კლინიკის მენეჯმენტის წყალობით ამის შესაძლებლობები ჩვენ გვაქვს. რა იყო ტენდენცია? ანუ ადაპტაციური სხიური თერაპია ვითარდება ელვისებური სისწრაფით და უკვე აღარ ხდება აქტუალური ადრე საწყისი გეგმით დასხივება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ რეალურ დროში მომზადდეს ეს გეგმა და რეალურ დროში დასხივდეს პაციენტი. აუცილებლად მიდის სხიური თერაპია ჰიპოფრაქციონირებისკენ, ანუ უამრავი კვლევების შედეგები დაიდო, რაც აჩვენებს, რომ ნაკლები ფრაქციონირებით და ნაკლები სეანსით და ნაკლები პაციენტის ნაკლები დროის გატარებით კლინიკაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ იგივე შედეგები დავდოთ, რაც სტანდარტული სხიური თერაპიის დროს. ეს უნიშნულოვანესი ფაქტორია და ამას ჩვენ ვახორციელებთ, მაგალითად, სარძევი ჯირკვლის დასხივების დროს, როდესაც 5 ფრაქციან რეჟიმს ვიყენებთ. ძალიან დიდ წარმატებას აღწევს რადიოქირურგიული მკურნალობა, განსაკუთრებით ოლიგომეტასტაზური кейსების შემთხვევაში და ეს რადიოქირურგიული კომბინაცია იმუნოთერაპიასთან, სისტემურ მკურნალობასთან ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ისეთ პაციენტებში, როგორც რომლებსაც აქვს მეოთხე სტადია, უიმედო იყვნენ ამდეხან, ეს ტენდენცია წამოსულია და ამ მხრივ ჩვენ გაყოფილებას უდიდესი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით თავის ტვინის მრავლობითი მეტასტაზების დასხივების დროს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასევე HyperArc სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ თავის ტვინში არსებული მრავლობითი მეტასტაზები ერთ სეანსში დასხივდეს დროის მოკლე პერიოდში და მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. და რაც თავარია, რომ ამ ესტროზე ხდება გამოცდილების გაზიარება, ამ გაზიარების შედეგად ყალიბდება ის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ მერე გვეხმარება, რომ ის სტანდარტი, რაც წამყვან ცენტრებშია დაინერგოს ჩვენს კლინიკაში და ჩვენ ამას მუდმივად დინამიურ პროცესს ვახორციელებთ ყოველწლიურად, რომ არ ჩამორჩეთ ამ ტენდენციას. ხო, დონალდ, თქვენ რაც დაამატებდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების მონაწილეობა ასეთ კონფერენციებში და ზოგადად უცხოელებთან თანამშრომლობაზე? რა თქმა უნდა, დავამატებდი იმას, რომ გარდა იმისა, რომ მაღალტექნოლოგიური აპარატურა ყოველწუთიერად ვითარდება და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ და გვაქვს ეს სიახლეები ჩვენი საქართველოს მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროცესში და ამიტომ ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობას ვიღებთ, ასევე ჩვენთანაც ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ჩვენი კოლეგები ჩამოდიან ადგილზე ვახორციელებთ ურთიერთგაცვლას სხვადასხვა გამოცდილებისას და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ შედეგს, რომ პაციენტი, რომელიც მოვა ჩვენთან კლინიკაში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ასევე ახალი სიცოცხლეა, ჩვენი კლინიკა და ბათუმში გვაქვს, როგორც იცით, ჩვენი კლინიკა, სადაც დიაგნოსტიკური სიახლეები ხელმისაწვდომია, სხიური თერაპიის კუთხით გავაგრძელებდი, დაწყებული დიაგნოსტიკიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის დასრულებული მკურნალობით არის ხელმისაწვდომი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ციფრული პეტ-კატე, რომელიც მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია და ასევე როგორც ბატონმა ბესომ ახსენა, ადაპტაციური სხიური თერაპია, რომელიც მედიცინაში
მედიცინის თანამედროვე გამოწვევაა და დღეს უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი კლინიკის ბაზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია დროში შემცირებული და დაჩქარებული შედეგები და ეფექტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული პროცედურები, რა თქმა უნდა, ფინანსდება, ხო? დიახ, სახელმწიფოს მიერ ეს არის ძალიან ეს მოლოდინის რეჟიმი არის ყველაზე დამანგრეველი ასე დროს. გეთანხმები. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლალი ივანიშვილი და რადიოთერაპიის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ სოკურაშვილი პასუხობდნენ ჩვენს შეკითხვებს. მადლობა.